ევანგელისტური ეკლესია საქართველოში ერთადერთი სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სამართლებრივი დავა უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს. ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლები პასტორის და ეკლესიის მიმართ განხორციელებულ დევნაზე საუბრობენ და შესაბამის ორგანიზაციებს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ფალსიფიცირებული დავალების ხელშეკრულებები. ის რომ პროკურატურა საეჭვოდ დუმს ეკლესიისათვის დაჟინებული მოთხოვნა, რომ მან მიიღოს სახელმწიფო რეგისტრაცია, ჩვენ გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის უკან დგას ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთაც სურთ, რომ შეზღუდონ ჩვენი ეკლესიის თავისუფლება. მაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეალურად სამართლებრივი პროცესის უკან შესაძლებელია იდგეს სახელმწიფოს ინტერესი და არა მინდა კონკრეტული პირები დავასახელო, მით უმეტეს რომ ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულ სამართლებრივ პროცესში და მათ შორის ამ პირების დადგენაც და მტკიცებულის მოკვლევაც შეიძლება სამართლებრივი პროცესის ნაწილი გახდეს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მთავარი პირდაპირ ეთერში უკვე საღამოს 6 საათზე.